მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების პირველი ეტაპის ჩაბარებაზე, თუ რა გზა გავიარე, იგივე USMLE Step 1, რა დრო დამჭირდა, რა რესურსები გამოვიყენე და ზოგადად მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე ამ გამოცდის, ასე ვთქვათ, ჩაბარებამდე პროცედურებს, რა სირთულის გამოცდა არის და განვიხილო რამდენად რთულია, რა არის საჭირო ამ გამოცდის ჩაბარებაში. მართალია ბევრ ადამიანს აქვს ჩაწერილი ვიდეო ქართველებს, ძალიან კარგი ვიდეოები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა ჩემი განვლილი გზა მოვყვე ამ გამოცდასთან დაკავშირებით. მინდა განვიხილო რა მნიშვნელოვანი რესურსები არსებობს, რის მეშვეობითაც შეგვიძლია ჩავაბაროთ ეს გამოცდა. პირველ რიგში აუცილებელია, რა თქმა უნდა, first aid. ეს არის USMLE Step 1-ის გამოცდის, ესე ვთქვათ, მთავარი წიგნი. რის გარეშეც ჩემი აზრით შეუძლებელია გამოცდის ჩაბარება. აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ისწავლო და თითქმის ყველა ტექსტი, ასპექტი თუ ყველა რაღაც აბზაცი უნდა იცოდე კარგად. დეტალურად, იმიტომ რომ ეს გამოცდა არის მარტივი გამოცდა და ყველაფერს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. ძალიან კარგად არის განხილული ყველა ის დისციპლინა, რაც გამოცდის ჩაბარებისთვის არის საჭირო. ეს პირველი. მეორე, რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია, უშუალოდ რომ შეეჩვიო კლინიკურ кейსებს, მიეჩვიო ამოხსნას, როგორ მიეჩვიო თუ როგორ ამოხსნა, როგორ განიხილო, როგორ ამოხსნა სწრაფად, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ თვითონ უშუალოდ გამოცდის დრო შეზღუდულია. მოდის ძალიან დიდი кейსები და დრო არის შეზღუდული. ამიტომ უნდა იცოდე თითოეული кейსის ამოხსნის, ასე ვთქვათ, მეთოდი. და ამ ყველაფერში გვეხმარება, რა თქმა უნდა, U-word-ი, რომელიც თავმოყრილი არის кейსები, ყველა სისტემაზე არის кейსები, ბლოკების სახით, აი მაგალითად, ასე გამოიყურება უშუალოდ. არსებობს ამის offline და online ვერსიები. მე, ასე ვთქვათ, მივანიჭებ უპირატესობას, რა თქმა უნდა, online ვერსიას. ამის subscription-ი არსებობს და, რა თქმა უნდა, სრული შემთხვევაში შეიძინეთ. ანუ ასე გამოიყურება ფასები, აი 30 დღიანი 319 და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თუ თავიდან იწყებ და ყიდვას ფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით 1 წლიანი უნდა შეიძინო აუცილებლად. თუმცა არსებობს, როგორც თქვი, offline U-word-ი, ასე ვთქვათ, კლინიკურ საგნებად დაალაგებული, მაგალითად ბიოქიმიის ბლოკები ცალკეა, კარდიოლოგია ცალკეა, ენდოკრინო ცალკეა, თუმცა უპირატესობა ჩემი აზრით ის აქვს online-ს, რომ აკონტროლებ დროს, რამდენ ხანში წერ кейს, შეგიძლია random დაწერო кейსები, random ფუნქცია ჩავურთო და ჩემი აზრით უფრო მოსახერხებელია, რა თქმა უნდა, თუ შესაძლებლობა არის online subscription-ის ყიდვის. თუმცა ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც offline ვერსიით ჩაუბარებია, უბრალოდ ეს მოდომებაზე დამოკიდებული. ეს ორი, რაც ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესია ჩემი აზრით სტეპის ჩაბარებისთვის. აი ეს ორი მაგალითად, ხო, ეს ორი სასწავლო რესურსი რო გამოიყენოს ადამიანმა, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ძირითადად 90% შემთხვევაში ვიყენებდი მხოლოდ ამ ორ რესურსს. და შიგადაშიგ ვიყენებდი ხოლმე Ambos-ის Q-Banks, ძირითადად ეთიკაში, ეთიკური საკითხები აქვს კარგად განხილული და ეთიკური кейსები კარგი აქვს. პლუს ამას დავამატებ, რომ ეთიკა ჩემ სესიაზე, ჩემ გამოცდის სესიაზე ძალიან დაიტესტა რატომღაც. ხო, Ambos-ს ვიყენებდი იშვიათად ესეც ეთიკის შემთხვევაში. თუმცა აქაც არის ძალიან კარგი кейსები. უბრალოდ თუ დროში ხარ შეზღუდული მაგალითად და გინდა წელიწადი და წელიწად ნახევარს ჩააბარო გამოცდა, აუცილებლად უნდა მიყვა first aid-ს, კარგად უნდა ისწავლო, ასე ვთქვათ, 1-3-4 უნდა გაიარო, ჩემი აზრით, მე პირად ჩემ გამოცდილებას ვიძახი და U-word-ი აუცილებლად ეს იქნება offline-ი თუ online-ი. Online-ს, რა თქმა უნდა, ყველა ასევე მეც მივანიჭებ უპირატესობას. შემდეგი ეს არის Anki. Anki-ს მე პირადად Anki-ს ფლეშკარდებს არ ვიყენებდი. დავიწყე გამოყენება. ზოგადად განვიხილოთ რა არის Anki-ს ფლეშკარდები. ეს არის, ასე ვთქვათ, მარტივად და სწრაფად გასამეორებელი, ასე ვთქვათ, აპლიკაცია, ვებსაიტი, სადაც შეგიძლია ადვილად გაიმეორო მაგალითად რაღაც კონკრეტული რთულად დასამახსოვრებელი ან საკითხები, რაც მალე გავიწყდება. შემდეგ ვიდეოში შემიძლია უფრო დეტალურად აღწერო. ჩატვირთული არის, შენ შეგიძლია შექმნას. ჩატვირთული არის ფლეშკარდები და იმ ფლეშკარდებით იმეორებ კონკრეტულ მასალებს, მაგალითად, ავიღოთ გენეტიკა, ხო, და გენეტიკის რაღაც ფლეშკარდებია ჩატვირთული. შენ შეგიძლია შექმნას შენი ფლეშკარდები Anki-ში, მაგალითად,
რაღაც კონკრეტული დაავადების, მაგალითად keyword-ები ჩაწერო, რაღაც კონკრეტული კითხვა დასვა და შენივე პასუხები დავურთო და შემდეგ აკეთო ეს რენდომად აკეთო ეს ფლეშკარტები. ხო, მე ძალიან ცოტა ხანი გამოვიყენე და მივხვდი, რომ გასამეორებლად ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო First Aid-ი, მხოლოდ First Aid-ი. აი ეს არის წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარს. ძალიან კარგად არის ყველაფერი განხილული და ახსნილი და არ არის დამატებული ისეთი, ასე ვთქვათ, არასაჭირო მასალა ამ ეტაპისთვის, რითაც შეიძლება უბრალოდ გონება დაიღალო და არასასრული ინფორმაცია მიიღო, ისაც ამდენი რაღაცაა დასამახსოვრებელი, რომ შრომა ფასდება ადრე თუ გვიან. ჩემ შემთხვევაში ასე იყო. ძალიან დასაწყისი იყო ძალიან კატასტროფა ჩემთვის. იმიტომ რომ ბევრი ძალიან კატასტროფა იყო იმ ხრივ, რომ ძალიან დიდი მასალა იყო გასავლელი და ზოგადად საჭირო იყო ძალიან დიდი დროის დათმობა ამ ყველაფერში და ძალიან ბევრი დროის დათმობა და დროის ჩადება ამ ყველაფერში. ნელ-ნელა, კარგი ადამიანების დახმარებითაც სახელდაგვარს არ დავასახელებ, თუმცა მეც როგორც ყველა სხვას ალბათ დაეხმარა ადამიანი, უბიძგა, კონკრეტული რჩევები მისცა, აუხსნა, ასე ვთქვათ, კონკრეტული მასალა. ხო, 2 წელი დამჭირდა, თუმცა ჩემი აზრით ჩვეულებრივ შესაძლებელია წელიწადში და 3-4 თვეში ჩააბარო ეს გამოცდა წარმატებით. თუ რა თქმა უნდა მოინდომებ, ჩადებ შენს ინტელექტუალურ რესურსს და იშრომებ. ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი აზრით. აქვე დავძენ რომ მე მაქვს ჩემი WSM სტეპერტის მოსამზადებელი კურსი და დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით. კარგი, გავაგზავნოთ. რა ღირს ახლა გამოცდა. უშუალოდ ფასებსაც შევეხოთ მაგალითად, რა დამიჯდა მაგალითად გამოცდა, რა ღირს და რა ფინანსებთან არის დაკავშირებული გამოცდის ჩაბარება. მოგეხსენებათ რომ აღნიშნული გამოცდა საქართველოში არ ბარდება. ბარდება ჩვენთან ყველაზე ახლოს სომხეთში და თურქეთში. ძალიან დისციპლინას საჭიროებს ჩემი აზრით. мотивация მქონდა, мотивაციით მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში დავხურავდი სიტყვაზე, ხო, ერთ სისტემას. ის мотивация ნელ-ნელა ჩამოდიოდა ქვემოთ და ცოტა ხანი გავანებებდი თავს, მე ისევ დავიწყებდი და ასე შემდეგ და როცა მივხვდი რომ ეს გამოცდა მე უნდა ჩავაბარო, რახან დავიწყე, უნდა ჩავაბარო. ჩემთვის ვთხარი რომ თუ დაიწყე, ბოლომდე უნდა მიიყვანო. და შევმუშავა ესე თქო ჩემი გეგმა, რომ დღეში 5, 6, 7, ზოგჯერ 8, 9 საათსაც მეცადინეობდი, ოღონდ ეს არ იყო ესე მიყოლებით. მე 5-6 კურსზე ვიყავი და უნივერსიტეტი იყო იქ, რაღაც სხვა ცნობები იყო და საბოლოოდ ამ გამოცდისთვის საჭიროა დისციპლინა. мотивაციას დამატებული დისციპლინა არის იდეალური ვარიანტი ამ გამოცდის ჩაბარების დროს, იმიტომ რომ დისციპლინა თუ არ გაქვს, განსაკუთრებით ამ კონკრეტულ საკითხს რო შევეხოთ, ძალიან რთულია რაღაც შედეგს მიაღწიო. ამიტომ მეც დავისახე მიზნად რომ რაღაც დისციპლინა ჩამოვაყალიბე ჩემს თავში, ჩემს გონებაში და მივყევი ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, ჩემს გზას. დღე არ გადიოდა რომ არ მეცადინა, შეიძლება დღეში 2 საათი მე 5-6, 7-8 საათიც გამოცვლია ხშირად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ გამოცდას სჭირდება დღეში 9-8 საათი მეცადინეობა, არა რატო. შენ თუ სწორად გაანაწილებ დროს და შენ თუ სწორად გაანაწილებ დროს 4-5 საათი, 3-4 საათი საკმარისია ჩემი აზრით. უბრალოდ არ უნდა დაარღვიო, ასე ვთქვათ, რა ამ გამოცდას არ უყარს ჩავარდნები. მაგალითად, 2 კვირა როგორც მე ვაკეთებდი თავიდან და შედეგს ვერ ხედავდი, იმიტომ რომ ესესმენტებს რო ვაკეთებდი ბოლოსკენ უკვე ხედავდი, რომ ჩავარდნები მქონდა სხვა საგნებში, მიუხედავად რომ გავლილი მქონდა. ამიტომ ამ გამოცდას სჭირდება დისციპლინა, რაც ყველაზე მთავარია და შრომა, რა თქმა უნდა. არ უნდა ჩააგდო დღე. რა თქმა უნდა, დასვენება საჭიროა, მაგალითად, აიღე ერთკვირიანი დასვენება, თუმცა შემდეგ უკვე გააგრძელე ჩავარდნების გარეშე. არ უნდა გქონდეს, როგორც მე მქონდა, არ უნდა გქონდეთ ჩავარდნები, მაგალითად, 2 კვირიანი, 3 კვირიანი, 1 კვირა იმეცადინო, 2 კვირა ჩააგდო, 1 თვე იმეცადინო, 1 თვე ჩააგდო. მსგავსი რამ სტეპს არ უყარს. და ამას ჩემზე უფრო გამოცდილი ადამიანებიც დაგემოწმებიან. ხო,
2 წელი დამჭირდა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ხშირი ჩავარდნები მქონდა და ძალიან ხშირი გამოტოვებები. იყო შემთხვევა თვენახევარიც არ მისულ ვარ საერთოდ არც იუორთან და არც first aid-თან და არ გამიმეორები არაფერი. თუმცა მივხვდი, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, ქცევა და მსგავსი მოქმედება გამოსი ჩაბარებასთან ძალიან მაშორებდა. ამიტომ გამოვიმუშავე, ასე ვთქვათ, დისციპლინა და ჩავდი, ასე ვთქვათ, მაქსიმალური, ასე ვთქვათ, შრომა, რომ ეს გამოსა ჩამებარებინა.